მეცნიერთა კონგრესი თვლის, რომ 33 წლიანი დამოუკიდებლობის გზაზე საქართველო ვერ გახდა სტაბილური სახელმწიფო. სწორედ ამიტომ მეცნიერთა კონგრესს მიაჩნია, რომ აუცილებელია ქვეყანა მიიღოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ შეინარჩუნონ აქტიური პოლიტიკური ველი, ხოლო საზოგადოება იბრძვის ევროპული მომავლისა და ეკონომიკური სტაბილურობისათვის. წარმოგიდგენთ, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის რამოდენიმე პუნქტს. პირველი პუნქტი, რომელიც გულისხმობს ოჯახის საკუთრებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას სახელმწიფოსგან. მეორე პუნქტი, რომელიც გულისხმობს ის, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა იყიდებოდეს. ეს არის მიწა, წყალი, ტყე, წიაღისეული. მესამე ეს არის, რომ განათლება უნდა იყოს კონსტიტუციურად აღიარებული როგორც პრიორიტეტი. მეოთხე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იღებდეს ცალკეულ დოქტრინებს, თავდაცვით დემოგრაფიულ, სასურსათო ენერგეტიკულ და უსაფრთხოების დოქტრინებს. მეხუთე, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ომი არასდროს დაიწყება. მეექვსე, საქართველოს ხელშეკრულებას, სტრატეგიულ ხელშეკრულებას აფორმებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მეშვიდე, ყოველი ქართველი და აფხაზი დაბადებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უნდა ჩაითვალოს დაბადებიდანვე საქართველოს მოქალაქედ. მერვე, საქართველო იცავს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ინტერესებს და მათ შორის ემიგრაციაში მყოფი ემიგრანტების ინტერესებს. მეცხრე პუნქტი, კორუფცია, ნეპოტიზმი, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს ღალატად. მეათე, დაუშვებელია გარედან მიღებული დაფინანსებები პარტიებისთვის და საინფორმაციო საშუალებებისთვის. მათი დაფინანსება უნდა ხდებოდეს საქართველოს ბიუჯეტის 1%-დან. კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანისთვის კონსტიტუციურად მინიჭებულ უფლებებს. მეთორმეტე, კონსტიტუციურად უნდა იქნას გარანტირებული, რომ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ხალხი, ხოლო ხელისუფლება არის ხალხის მსახური. რატომ არის აუცილებელი ამ დოქტრინის მიღება? გელათში დაიწყო ამ დოკუმენტის მიღება ზუსტად 20 წლის წინ, 2006 წელში 1200-ზე მეტი მეცნიერი, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ და მთავარი პუნქტები, რომელიც აქ არის ჩამოყალიბებული, მაშინ მოხდა მიღება ამ დოკუმენტების. ეს იყო 20 წლის წინ. ამ ყრილობას ოჯახით ესწრებოდა გიორგი ყობახიძე, დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მამა და ჩვენ ერთად ვიყავით მაშინ წინ საქართველოში, ირაკლი ბათიაშვილი, გიორგი ყობახიძე, მალხაზ გულაშვილი და ძალიან ბევრი ვიყავით. ძალიან ნახეთ, ჩვენი ყველაზე დიდი მიგნება რა იყო, რომელიც აი საკონსტიტუციო ნაწილის დასაწყისში წერია. სისტემაა შესაძლებელი, მართვის სისტემაა შესაძლებელი. ჩვენ შევთანხმდით იმას, რომ საქართველო უნდა იყოს არა სხვა სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირება დაჯახების, არამედ ქვეყნის ინტერესებს, სხვა ქვეყნის ინტერესს და ზედდების სახელმწიფოში. მეცნიერთა კონგრესმა თქვა, ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. და აქ მნიშვნელოვანი პუნქტი ჩაიწერა, მოდით მეექვსე პუნქტი როგორია, საქართველოს თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან,
რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ჩინეთთან გავაფორმეთ ხელშეკრულება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, ჩინეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს ამ დოკუმენტში. პრაქტიკულად რუსეთთან მუშაობ, მაშინ როდესაც ამ დოკუმენტის მიხედვით რუსეთთან ჩვენ არ უნდა თანამშრომლობდეთ, იმიტომ რომ რუსეთმა პრაქტიკულად დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ანუ ეს არის დოკუმენტი, რომელიც თავდაყირა აყენებს იმ პოლიტიკას, რომელიც ჰქონდა ნაცმოძრაობას, რომელიც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. ეს დოკუმენტი უამრავ შეზღუდვას აკეთებს. ამ დოკუმენტის მიღების შემდგომ პოლიტიკური პარტიის გაფეთიშება ვერ მოხდება. კორუფცია, ნეპოტიზმი გამოცხადდეს სახელმწიფო ღალატად, ეს რომ გამოცხადებულიყო და ეს რომ მქონდეს ქვეყანაში, ციხეში არავინ არ გიყოლებოდა ჩვენ დღეს. დემოკრატიული ქვეყანა რომ იყოს, არ შეიძლება რომ პოლიციური რეჟიმი იყოს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დემოკრატიულ სახელმწიფოზე, რეალურად ამის გემო საქართველოში არ იციან. და სწორედ ამით იგებს ხელისუფლება, იგებს იმით, რომ ხალხს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დემოკრატია არ არის საჭირო, რომ ერთმართველობაა საჭირო და ამ დოკუმენტში წერია, უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული მმართველობა და დაიწყოს სოლიდარული, ესე იგი, ქვეყნის სოლიდარული მართვა. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელიც შემდგომ უნდა გახდეს კონსტიტუციის ნაწილი. ეს კონსტიტუცია თავიდან ბოლომდე შესაძლებელია. რა არის ის პოლიტიკური გარანტია, რომ ეს დოქტრინა რეალურად ამუშავდეს? აი, დოქტრინა სწორედ ეროვნულ იმ ღირებულებებზე მიუთითებს, რამაც უნდა შექმნას ქვეყანაში უსაფრთხოების ის მინიმალური სტანდარტი. აი, უსაფრთხოება უკავშირდება ფუნქცია, ქვეყნის ფუნქცია. ქვეყნის ფუნქცია თავარი საუკუნეების განმავლობაში იყო, რომ კავკასიაში, შავ ზღვაზე საქართველოს იყო ლიდერი. რომ ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ სწორედ ცივილიზაციას, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების, აი დოქტრინა სწორედ ამას ამბობს. ამას ჭირდება ერთიანი პოზიცია ქვეყანაში. პოლიტიკურ სპექტრში არის ამის მზაობა, რომ კონსენსუსი იყოს ამ საკითხზე. ეს არის ფაქტობრივად მატრიცა ქართული ეროვნული მიმართულებებისა, რომელმაც უნდა გაგვერთიანოს. პრაქტიკულად დღეს ეს დოქტრინა თავაზობს ყველას ეროვნულ მოძრაობასაც, ამ ალიანსსაც, ოპოზიციური პარტიებს და თავად ხელისუფლებას, ყველანი დავსდეთ ერთად და აი ამ დოქტრინის მეცნიერების მიერ შემუშავებული დოქტრინის საფუძველზე ავაგოთ ქვეყნის განვითარების გზა. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა მოაწესრიგებდა თუ არა ჩვენს მრავალ ვექტორულ პოლიტიკას? აი ეს სწორედ დოქტრინა, რომელიც ეხნობა ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, მეცნიერულ კვლევებს, აი მეცნიერთა კონგრესის ძალიან დიდი ნაშრომი, რა რესურსები არსებობს საქართველოში. აი ამაზე დაყრდნობით ამ რესურსებზე და ამ ურთიერთობით, რასაც საგარეო ურთიერთობებია მხედველობაში და აქ ევროპა მოდის სწორედ, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვარ. და რა თქმა უნდა, წინა პლანზე პირველ რიგში ეს ურთიერთობები მოდის. აი ეს დაალაგებდა. ეს არის ჩვენი დოქტრინის ხერხემალი. კონორბესიკ, როდესაც საუბრობთ დოქტრინაზე, რა არის მისი ხერხემალი და რომელი სფერო უნდა იყოს პრიორიტეტული? არის ეს დოქტრინა. ეს არის წერტილი, რომლითაც შესაძლებელია შემდგომ დაშენდეს სახელმწიფო კონგრესის მთავარი ამოცანა ზუსტად მოახდინოს იდენტიფიცირება არსებული პრობლემებს. მან არ უნდა გადაიხაროს არც ოპოზიციის მიმართულებით, ოპოზიციის მიმართულებით. დოქტრინის მონიტორინგი ეს გამოკრისტალებულია, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა მეორე ოპერატიული სისტემის შექმნა. იყო ამაზე ლაპარაკი, ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. ეს არნიშნავს, რომ იცი რა, მას იქნება რაღაცა და ეს იქნება ხალხი, რომელიც შეიკრიბებიან, მოახდენენ არსებული კონგრესი ამ შესაბამისად დოქტრინის საფუძველზე, გამოაკრისტალებენ და ამ იდეოლოგიას გადაიყვანენ პოლიტიკურ ფორმატში და შესაბამისად, რასაც პარლამენტი აკეთებს, იგივეს გააკეთებს. ანუ კონგრესის ამოცანა იქნება შექმნა ძლიერი მეორე ხმა. რა არის ეს ხალხი? ეს არის ხალხი, რომელიც კონკრეტულად იცის რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოახდინოს დოქტრინის გადაყვანა შესაბამის პოლიტიკურ ფორმულებაში და ხალხთან როგორ მივიტანოთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. დამთავრებულია.
რა სამართლებრივი გზები არსებობს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღებისა და ყველაზე მთავარი რაც დოქტრინაში მე დავინახე, ეს არის ის, რომ ეს არც პოლიტიკური პარტიის, არც პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ შეიცავს, ნამდვილად გამომდინარეობს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც ნამდვილად მივესალმებ. იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მწვადი გზა იყოს აქტებული და შესაძლებელი გახდეს ზოგადად გამსხვილებებზე საუბარი, absolut სწორად აღინიშნა, რომ ყველა პუნქტი, რაც ასე ვთქვათ, დოქტრინაშია მოცემული, უნდა ტრანსფორმირდეს შესაბამისი წესით და უნდა იქნას ასახული შემდგომში საქართველოს კონსტიტუციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერანაირი იურიდიული ძალა ვერ ექნება. კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, საუბარი მაქვს მოქმედ კონსტიტუციაზე, ვერანაირი სხვა წესით საქართველოს პარლამენტი არჩეული ვერ იქნება, გარდა იმ წესისა, რაც გვაქვს უკვე მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში. ეგ ერთი. მეორე, იმისთვის, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, აუცილებელია საკონსტიტუციო უმრავლესობა. შესაბამისად, არ ვიცი რა გზა არის ამ შემთხვევაში. აქვე ჩაგეკითხებით, მაგრამ ბატონო არჩილ, ეს უნდა იყოს კონსტიტუციის ნაწილი თუ ცალკე ორგანული კანონი? ორგანულ კანონსა და კონსტიტუციურ ნორმებს შორის ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, სხვაობაა, თუმცა მას იგივე ძალა ვერ ექნება, რაც აქვს კონსტიტუციას. ვიცავარებოდოთ, ორგანული კანონი ვერ უზრუნველყოფს გამოცემისა და მიღების შესრულებას. უნდა განხორციელდეს რეალობაში ის ყველაფერი, რაც მოცემულია აღნიშნულ დოქტრინაში. თავად დოქტრინა არის უაღრესად საინტერესო და მიმაჩნია, რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკისგან განხედებული, კარგი გაგებით. და მოიცავს ყველაფერი იმას, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, გამომდინარეობს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, კარგად არის ბევრი პუნქტი დაწერილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოიძებნოს მექანიზმები, რომლის მიხედვითაც არ დარჩება მხოლოდ ფუნქციური, ანუ მიზანი არ შეიძლება იყოს რომელიმე კავშირის წევრობა, ეს არის საშუალება ქვეყნის უკეთესი ცხოვრებისთვის, მის უკეთესი მომავლისთვის და ადამიანების უფლებების დაცვისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობისთვის, რომლებიც ადამიანებს უნდა ემსახურებოდნენ საბოლოო ჯამში. როგორ ხედავთ სახელმწიფოებრივი მოწყობის სხვა მოდელებს ქართულ მოდელთან შედარებით და რას თვლით აუცილებლად აი ამ დოქტრინიდან? ამ დოქტრინიდან ყველაზე ის მნიშვნელოვანი აზრი გავიაზრე ჩემ რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს უცხო მოქალაქეებზე. მინიმალური მოთხოვნა ადამიანები, რომელიც ცდილობენ სწავლას სხვა კულტურების, იყვნენ უფრო დაფასებულნი უცხოეთში. ვინც ცდილობს მოიტანოს ახალი აზრი და ისე გადამუშავდეს, რომ სახელმწიფომ შეძლოს საკეთილდღეოდ რომ გამოიყენოს ყველა ინფორმაცია. და შემდეგ როგორ შეცვლის ეს დოქტრინა, ამ დოქტრინის მიღება ქართველი ხალხის კეთილდღეობას და ზოგადად ქვეყნის კეთილდღეობას? ვისაუბრებ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ პრინციპული არ არის ამ ეტაპზე, რომ ვთქვათ, აი კონსტიტუციაში იყოს შეტანილი, რომ კონსტიტუციის მომზადება დიდი დრო ჭირდება. 20 წელი ეს დოკუმენტი მზადდება. ამ დოკუმენტის შექმნაში თავის დროზე რა არის გარკვეული როლი ინდია უგრესელიძემ, დადო ჭანტურიამ, ჩვენ სოფლიო გამოცდილება შევისწავლეთ, ჩვენი ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ, ეს პრინციპია ძალიან სერიოზულ რაღაცებს კვირავს. უბრალოდ ეს სიტუაცია როგორია ქვეყანაში, ეს დოკუმენტი ახერხებს რას პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს ქვეყანა. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ხალხს უბრუნებს პოლიტიკოსების მიერ წარსულულ საქართველოს. ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად. აი ეს ჭირდება დღეს ქვეყანას. როდის გამოდიოდა ქვეყანა კრიზისებიდან, როდესაც პოულობდნენ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს, ყველას გონია რომ ხელისუფალი ეს არის უფროსი. ხელისუფალი დემოკრატიულ ქვეყანაში არის მსახური. ტიპულად რომ მიდიან ხელისუფლებაში, გონიათ რომ ისინი არიან ყველაფერი და ბიუჯეტი გონიათ თავისი ჯიბის პული. აი დღეს იყო საუბარი იყო, აი ვთქვათ კონტროლი როგორი იქნება. 2 წლის თავზე
ცხადდება რეფერენდუმი ნდობის. ყველა პარტია უნდა დაეთანხმოს, რაფერი არ ჭირდება ამ დოკუმენტს, თუ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იღებს მონაწილეობას არჩევნებში, აღიარებს ამ დოკუმენტს, ან თანხმდებით ამ დოკუმენტზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მას კონსტიტუციური უმრავლესობა არ ჭირდება. ჩვენ კონსტიტუციური უმრავლესობით დამორგებულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოგვიტანეს უბედურება. მათ 5%-ია რომელიმე პარტია, ხო? ხელისუფლებაში მისი წარმომადგენლობა 5% იქნება. 2 თვის თავზე, რომ 2 წლის თავზე რომ ტარდება ნდობის რეფერენდუმი. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ მოვიდა ხელისუფლება უკვე პასუხისმგებლობით. ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნა დღეს არის ძალიან რეალური. კონსტიტუციური ცვლილებები მას არ ჭირდება. ეროვნული თანხმობის ხელისუფლება ირჩევა ყველა პარტიის მონაწილეობით, გინდება საერთო სიე, ხალხი აიღებს საბოლოო ხმას და ტარდება არჩევნები იმ წესით, როგორც 1991 წლის 31 მარტს ჩაატარეს ვერ გამსახურდია. აი როგორც კი მეცნიერება შეძლებს იმას, რომ ხალხი გააერთიანოს მეცნიერულ პროგრამებში, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ამის გარანტია არის ეროვნულ სახელმწიფოებში. დიდი მადლობა. კონსტიტუციასთან შესაბამისობაში როგორ მოდის ეს დოქტრინა? ეს ერთი და მეორე, აი ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე როგორ აისახება ამ დოქტრინის მიღება? რაც ყველას არა აქვს ალბათ მორალური უფლება იმისი, რომ ისაუბროს ქვეყნის განვითარებაზე და ესეთ ეროვნულ იდეებზე, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის და მე გულწრფელად მგონია, რომ ბატონ ფერმერს ამ ყველაფრის სრული მორალური უფლება აქვს, იმიტომ რომ ძალიან ძიმე წლებში ის მართლა ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას, საქართველოს მოქალაქე დაცულობა იყოს ყველგან, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა. ეს ხდება შიდა კანონმდებლობის ნორმებს და საერთაშორისო სამართალიც ამას ამბობს ნამდვილად და ეს არის ქვეყნის პოზიტიური ვალდებულება. მაგრამ დემოგრაფიულ ვითარებას და მიგრანტთა პრობლემას რაღაც გამოსავალი არ მოიძებნა. მე სამწუხაროდ ვერ წარმომიდგენია თუ როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის განვითარება და უკეთესი ხვალინდელი დღე და რაც შეეხება ესე ვთქვათ ტექნიკურ ან იურიდიულ საკითხებს, ამაზე რა თქმა უნდა ხა იქნება სამუშაო. მე მგონი არ ქონია საქართველოს ასეთი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. ქონდათ ჩვენს დიდ წინაპრებს. აი ქონდა მაგალითად თამარ მეფეს. თამარ მეფეს ქონდა დარბაზი, რომელიც ზუსტად აი ესეთი დიდი სახელმწიფოებრივი დოქტრინის მუშაობდა. ეს დოქტრინა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, პრაქტიკულად ამის გაგრძელება დღეს სრულიად ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება. მას სულ სხვა ადამიანები ჭირდება. ჩვენს დოქტრინაში ზუსტად ამაზეა საუბარი, ეს არის იდეა, დიდი წამყვანი იდეა, მეცნიერული დიდი წამყვანი იდეა, რომლის ძალა და ძალიან დიდი ძალა გაშდება, როცა მას მიიღებენ. მე გზას ერთად მოვძებნი. თავარი მიმართულებები იმის და მიხედვით, როგორ მიიღებენ მას ის ძალები, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, იმის მიხედვით მოხდება ეს იდეები კონსტიტუციაში. ახლა თუ ამ დოქტრინამ არ იმუშავა, ეს არჩევნებიც არ მიყვანს ტაძრამდე. ამ არჩევნებსაც შეიძლება მოყვეს ზუსტად ისეთივე არაფრის მომტანი ხელისუფლება, თუ დოქტრინალურად სწორად არ იქნა ჩატარებული ეს არჩევნები. დღეს პრაქტიკულად ორად არის გაყოფილი მსოფლიო. ტრამპი ცდილობს დასავლეთ ნახევარსფეროში ჩაიკეტოს, ევროპა ძლიერდება, და დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროდ ყოფენ ამას და სადღაც ხომ უნდა ვიყოთ, სადღაც ხომ უნდა წავიდეთ დოქტრინაში, სწორედ ეს არის საუბარი ამას. და როგორ ფიქრობთ, რამდენად თვლიან თავს გარიყულად ემიგრანტები საქართველოს პროცესებიდან? რაც შეეხება მოქალაქეები, აქ რა იმედი უნდა ქონდეთ, როცა მან საქართველოში არ აქვს იმედი, ხო? ისინჯერი სწორედ იძახის, რომ იქნება ახალი ომი, აზიისა და ევროპის ომი. ეს ომი უკვე დაწყებულია. იმიტომ ჩვენ ვერ გარდავრჩებით, თუ არ დავიწყეთ მენტალური უშიშროების შექმნა. შემდგომ ეს ჩვენ უნდა ვისწრაფოთ სამეცნიერო დისციპლინების გადარჩევას. ხალხი, ვინც არის ოპოზიციაში და მმართველ პარტიაში, ამ დოქტრინას ჯერ ეგერთი არც მოიღებენ, ჯერ არ ჩაიკითხავ. კი ბატონო. და დავიწყოთ არა იმაზე, რომ ამათ უნდა მიიღონ ეს დოქტრინა, არამედ ჩვენ როგორ გავიტანოთ დოქტრინა. იმედია ჩვენ ვიქნებით ინტელექტუალურად მომზადებულნი, რომ ამ დოქტრინას და გამოვიყენებთ ამ დოქტრინას საქართველოს კეთილდღეობისთვის. უნდა ვებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგს, ერთი ეს და მეორე. პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა. ჩვენი ამოცანა რა არის? გათვითოკაცებული სიკეთე შევკრათ
ბოროტების სიხმარობით დასამარცხებლად. არის მტერი საქართველოში არის დაპირისპირება. რეალურად მეცნიერთა კონგრესი ამ დაპირისპირებას ამთავრებს იმით, რომ ან დაპირისპირებული მხარეები პოულობენ საერთო ენას, ან ორი უნდა წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან. ერთი დიდი საქმე შეიძლება გაკეთდეს. ვინც ამ დოქტრინას ღებულობს, ასეთი ათასობით და ძალიან ბევრი ადამიანია. ეს ადამიანები ვინც იღებენ, ხო? ვინც მიიღებენ და ვინც თვლიან, რომ ეს ღირებულია, აი ისინი გავერთიანდეთ. აი ისინი შევიკრიბოთ, ეს ძალიან დიდი ძალა იქნება. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ჩემთვის ცოტა უფრო მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე კავშირთან, ესე ვთქვათ, მისი ასოცირება. იქნება საზოგადოებრივი დაკვეთა, ანუ ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტი მოქალაქე თუ მოითხოვს იმას, რომ ეს ძალიან კარგი დოქტრინა იქნეს რეალიზებული და გადატანილი ყოველდღიურ ცხოვრებაში, არსებობს საკმაოდ დიდი პერსპექტივა იმისა, რომ ასეც მოხდეს. სახელმწიფო ძალიან სჭირდება სწრაფი ოპერატიული მოაზროვნე ადამიანები რა, რომელიც იქნება ავანგარდები, რომელიც სწრაფად იმუშავებენ და ჩვენ თუ არ გავაკეთებთ ეს ამოცანები, ამას სხვა გააკეთებთ. საქართველოში პირველად იქნა არჩეული ფაქტიურად, ხო? საქართველოს პატრიარქი, ხო? მე მგონი უნდა მიულოცოთ წარმატებები უსურვოთ. აი ნარიშკინს, აი გაზრდას ჰქონდა ორი გზა. თუ გაიხლიჩებოდა, არაიჩეოდა, ხო, და იქნებოდა დაპირისპირება, ხო? ასეთ შემთხვევაში იყო პლან B, ანუ ორად გახლეჩილი, რაც უკრაინაში შეატარდა, ხო? რაც ქნეს უკრაინაში, ხო? ანუ აღიარებდნენ რაღაც ერთ ჯგუფს, მეორეს დაუძახებდნენ, რომ ეს არის კონსტანტინოპოლის ლეგიტიმაცია. ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი ვარიანტი. ამიტომ აიჩიეს, მიულოცოთ, უსურვოთ, რომ გაუძლოს ყველა ამ ზეწოლას და ხისეული და ძალიან აღიარებული საქართველოს ეკლესიის მესაჯე გამთავრება. ეპოქა შექმნა პატრიარქმა ილია მეორე რაღაც მომენტში გმირული ნაბიჯი გადადგა პატრიარქმა ილია მეორე. ადგა და თვითონ გამოაცხადა თავი ცხუმ აფხაზეთის და ბიჭვინცის ნახეთ სად მოუჭრა გზა რუსებს. ეს იყო ყველაზე ბრძნული, ყველაზე გმირული გადაწყვეტილება, ამიტომ მოყვარდა ის ხალხი. ამიტომ მოვიდა რომ მას ენდობოდნენ. აი ნდობა არის ყველაზე მთავარი საშენი მასალა სახელმწიფოსი თენგიზბატონო და ეს ნახეთ ჩვენ. მეორის პატრიარქის ავტორიტეტი ახალ პატრიარქზე ვერ გადმოვა. მე წარმატებებს უსურვებ კიდე ერთხელ, გამიხარდება ძალიან და რა თქმა უნდა სასურველიც არის, მაგრამ ავტომატურად ეს ვერ გამოვა. ამას დაჭირდება წლები, ამას დაჭირდება ძალიან დიდი შრომა და ის ტიტანური ბრძოლა, რასაც ილია მეორე ეწეოდა. ხო, აი პატრიარქს აქვს ჩამოყალიბებული. ღმერთი სამშობლო ადამიანი, ხო, გენიალურად არის, მაგრამ ფორმულის სახით არის მოცემული და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, არის აი კონკრეტულ აი ამ სამ ფენომენთან დაკავშირებით. ღრმადა ვარ დარწმუნებული, მაშინ როდესაც აი მერა პოსავალს და შემდგომ ზույად გამსახურდიას გზა როგორც დამოუკიდა ახლახან სრულიად საქართველოს პატრიარქს აი ეს სამი ამ განსხვავებული ადამიანის მოღვაწეობა და იდეალი რო გაერთიანდება და ჰარმონიზირებული გახდება და ადამიანები ამას ირწმუნებენ რომ ეს ძალუც მათ ამის გაკეთება, შესწევთ ამის გაკეთება, აი მაშინ ჩვენ გამოვართ ამ მოჯადებული წრიდან. ეხლა დასუსტა ძალიან რუსეთი. პუტინმა გასპარდინ ზელენსკი უძახა პირველად ახსენა. ლონს ეძახდა ხან ნაცისტს, ხან ნარკომანს და აი პირველად გასპარდინ ზელენსკი უწოდა. იძულებული ნაბიჯი. გახდა გასპარდინი, ხო? ზელენსკი და ანუ 38% დააგდა გაზისკანის შემოსავლით ეს ირანში არაფერი არ იცვლება, ეს ფორმულის დაკეტილია, ხო? და რაც თავარია, ჩინეთმაც უგანა. ჩინეთის ოფიციალური დელეგაცია ამ პარადზე არ იყო. ბრიქსი, რისი იმედიც ჰქონდა რუსეთს. სადა იყო ბრიქსი? ანუ ეს იყო კრახი. მე მოველი რომ რუსეთში პრობლემები, რუსეთში გამოსვლები და ეს მე მგონი გარდაუვალია. დაიწყება ჩილო კავკასიიდან. როგორი უნდა იყოს საერთო კავკასიური ერთობა კავკასიური, მით უმეტეს როცა ევროპა შემოვიდა და ერევანში კავკასიის გულად გამოაცხადა. ეს გული იყო თბილისი, მაგრამ ახლა ნამდვილად არის ერევანი. დავკარგეთ ფუნქცია, დავკარგეთ ლიდერის ფაქტობრივად და ეს ნაძერწი. ვიქეცით ერევნის დამატება. ერევანში სამიტი იყო, მე მგონი წყალგამყოფი.
ამერიკა იბანს ხელს მოსკოვთან. პუტინის ტრიალდება ევროპისკენ, ხო, მეგე რაღაც გერხარდ შოდერის და იმის დასახელება დაიწყო. ხო, თუ არა და მესამე სხვა იყოსო. ხო, თქვენ იმაზეც თანახმოვარო, ხო? ტრამპმა თქვა, რომ მე თქვენთვის ამცალია. რა თქმა უნდა, იმ ტრამპის მარშრუტს არ შეეხება, ტრამპის მარშრუტი არის ეკონომიკური პროექტი, რომელიც მოსკოვის გარეშე არის ჩაფიქრებული და ეს არის დასავლეთ-აღმოსავლეთის ალტერია, ოღონდ ეკონომიკური, ნახეთ? და პოლიტიკურად, ფაქტურად კავკასია ჩავბათით ბრიტანეთი და საფრანგეთი. რო არ ყოფილა ისეთი უპრეცედენტო ერთობა ევროპის და არა მარტო, კანადა უერთდება, თურქეთი უერთდება, იაპონია იცახის სამხრეთ კორეა. კომპლექსები უკრაინაში ესე იგი, ამ დიდ საერთაშორისო ქოლგას და სისტემას, რომელიც ყოველ დღე ახალ და ამის მდგენელი გახდა უკრაინა. მაგრამ რა შვებით ჩვენ ხალხი? დავანებოთ თავი ხელისუფლება. ჩვენ არ ვიცით რა არის საერთოდ ამ ხელისუფლებას, რომელიც ახლა თავისიანებს იჭერს, ხო? თვითდაზიანებაა, იმიტომ რომ აქ დაიწყება ინგრევა მონოლითი. დღეს ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება გამსახურდია საერთო კავკასიური სახლის შესახებ. ეს იდეა მაშინ უტოპიური ჩანდა, დღეს გაცილებით რეალისტური. მე ვთვლი, რომ ჩვენ რაღაც სერიოზული ეთერს მიღმა უნდა შევქმნათ რაღაც ინსტიტუცია, რომელიც მეცნიერთა კონგრესის ფარგლებში მაგალითად, ხო? ჩავატაროთ კონფერენცია, მე თუ აი პირველად ვაჟღერებ შენს გადაცემაში. და არ არის საჭირო რომ რაღაც დიდრული რამე იყოს, შეგვიძლია, ხო? მოგზალებული ამის უზრუნველყოფა. აქ მთავარი არის რომ აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ ჩვენი სტუმრები კავკასიიდან და ჩვენ ვიყოთ ინიციატორები. ჩვენ გამოვიდეთ ამ ინიციატივით, რომ თბილისი იყო ცენტრი ყოველთვის, ხო? თბილისში კავკასიური სასწავლებლად განაუსვენება. ეს თემა ფაქტიურად ზვიად გამსახურდიას ბრენდია. მოგმართავ თქვენ ეროვნული მოძრაობის ხალხს. თქვენ უნდა იმუშაოთ. მე ამოგიდგები თქვენში. მე ჩათვალეთ თქვენ გვედით ვარ. იჩკერია ხო არსებობს ევროპაში. როგორ არა? იმათთანაც საჭიროა. ის ამიტომ იდი არ არის ხო ხეთ 60% არჩევნებში მონაწილეობას არღებული და ერთ და იგივეს ეუბნებიან. იმას დავამარცხებ, არა მე დავამარცხებ, არა მე აი რა უნდა გაგვაერთიანოთ? ამ ერთი კაცის პრობლემა არის რა, ანუ ეს ახლა ერთ დღეს შეიძლება არ იყოს და მაშინ რას ვაკეთებ? ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. ეროვნული მოძრაობის აღდგენა არის საშუური თემა, რაც უნდა ამას ხელი შეუწყოს გაზდაში. ეს თემა არის ზედ გამსახურდიას ეს იდეა საერთო კავკასიური სახე. შემოდგომაზე შეიძლება რომ სერიოზული ამბები დატრიალდეს. ეს სერიოზული ამბები დაიწყება შუა კავკასიიდან. ჩვენ თავიდანვე უნდა ჩავერთოთ ამაში, ხო? ჩვენ გვინდა ეროვნული მოძრაობის აღდგენა. ყველაზე კეთილშობილი საქმის, ყველაზე მშვიდობიანის, ხო გამსახურდია, ყველაზე მშვიდობიანი კაცია. და ეს საერთო კავკასიური სახლის იდეა, თუნდაც მისი ჩანაწერები, მისი მიდგომები აიღეთ ეს ინიციატივა. ეროვნული ძალები, არსებული ის ოპოზიციური კოალიცია დიდი პლუს ხელისუფლება. ეს სამკუთხედი უნდა დაждდეს მეთქე ერთად, მაგრამ ახლა ვაპარაკობთ ერთ თავარ კომპონენტზე. მე მას უწოდე რომ ლეგიტიმაციის გასაღები თქვენ გაქვთ. ანუ ყველაზე მთავარი კომპონენტი ხარ. ეს კომპონენტი უნდა გავაკეთოთ. ამის გაძლიერებაზე არის. ლიდერი არ ყავს. და ლიდერი შეიძლება იყოს ცოცხალი, შეიძლება არ იყოს. ჩვენ გვინდა იდეა, ლიდერი არის იდეა. მოდი შევხვდეთ უზენაეს საბჭოს წევრებსაც მე თანახმოვარ. შევხვდეთ კონგრესის წევრებს, დავიწყოთ და მოვიფიქროთ. და ნახოთ პირველი ნაბიჯები რომ გადავდგათ. დარწმუნებული ვარ, ამას წარმატება მოყვა. 26 მაისის მესვეურებთან არ არის შეხვედრა აუცილებელი ბატონო კოტე. მე თავაზობ მათ და არაერთხელ მithქვამს და საჯარო სამართალს. თქვენ ხართ ნაწილი. კი, მნიშვნელოვანი და სეგმენტი. მაგრამ აქ არის სწორედ სამკუთხედი. ეს მოქმედი ხელისუფლება, იმას არ დაველაპარაკებით, ეს არასწორია. ჩვენი კონსტიტუცია დღევანდელი არის შევარდნაძის კონსტიტუცია. 1995 წლის ხელს აწეს თვითონ ხელს. მისი რეგალია არის სახელმწიფოს მეთაური. ეგეთი თანამდებობა არ არსებობს. ისევ ორი სათაური. ანუ კონსტიტუცია ეგრნობა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს, შედეგებს, ხო? და 9 აპრილის ამის შედეგად 9 აპრილის გამოცხადებულ დამოუკიდებლობას.
მაშინ დაამხე ის ხელისუფლება, ვის ეს მოიტანა. წყვეტა ხო არის ამას აირღვა, გაწყდა, ხო? როდისმე ხო დავაღვადგინოთ ეს. ჩვენ საზოგადოებაში ეს გახლეჩა, დაპირისპირება, იმის მოსვლა, ეს ყველაფერი უკავშირდება აი ამ წყვეტას. ვისაც ეს უჭირავს ხელში ეს გასაღები ლეგიტიმაციის, ეს არის უზენაეს საბჭოს ვიადგამსახურდია, ხო? აქ არ არის ლაპარაკი რაღაც პარლამენტის აღდგენაზე ან რაღაც, ხო? ესე იგი, ის ვინც არის ახლა ხელისუფლებაში, კოჭლია ესენიც, ხო? ვისაც უდევს ეს გასაღები და პლუს ის ოპოზიცია, ვინც გამოთქვამს სურვილს ამ ფორმატში თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობისა იკრიბება ერთი დიდი დარბაზი. და აი მაგრამ ნახეთ რატო გვინდა რომ ხელისუფლება იჯდეს ამ დარბაზის გადაწყვეტილება უნდა გააფორმოს ამ პარლამენტს საერთო სახალხო ნება იქნება ის უკან და ის არჩევნებიც უკვე იქნება ლეგიტიმური ხელისუფლება რა შემთხვევაში წამოვა ამ მოდელზე ესენი ის თამროები აღარ იქნებიან ერთ თვეში ჩვენ ავისთვის უნდა მოემზადოთ ნახვა ის რადგან სამ კომპონენტიანია ჩვენი გეგმა ხო ჩვენი დოქტრინა ფაქტობრივად ყველა მოკავშირეები არიან ესენი. ჩვენ ვართ მათი მოკავშირე, აი ამ ძალის ახლა ვინც 26 მაისს ხალხს ეძახის გვეძახის, მე მოუწოდებ ყველას რომ მიიღონ ამაში მონაწილეობა. მაგრამ ნახე, ჩვენივე მოკავშირეა ხელისუფლება, ხელისუფლების პარლამენტი, ხო? ამ საქმეში, ამ დიდ საქმეში. ერთად ვერთიანდებით და ვეუბნებით ეუთოს და ყველას ქართველი ხალხი გაერთიანდა საერთო სახალხო გადაწყვეტილება მიღება. ბატონო კოტე, კარგი რა, ბენზინა ივანიშვილი და იმის გასავე, ერთი კაცი წყვიტავს რა ყველაფერს. ესენის ჩამოიშლებიან. რა 9 აპრილსა და 26 მაისს შორის ეს როგორ ახლა ამის დრო არის. ეს ახალ კონსტიტუციაში ეს დარეგულირდება ყველა. რომ ბიუჯეტი არის ხალხის ფული და ხალხის ფულის ხარჯვაზე როცა ხალხი კარგავს კონტროლს იმ ქვეყანაში იკარგება ყველაფერი წესიერებაც კორუფცია ძლიერდება ბანდიტიზმი ძლიერდება სიგარიბე ძლიერდება და ყველაფერი ამიტომ ხალხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩრდილოეთ კავკასიაში მოგზაურობამ ბევრ რამეზე დამაფიქრა და დიდი მადლობა პატრიარქს რომ ჩვენ მის ხსოვნას მიუძღვენით ეს ყველაფერი და ვნახეთ არნახულად კეთილი განწყობა როგორც პატრიარქისადმი ასევე საქართველოსადმი და ვნახეთ ბევრი რამ რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი ესე იგი ნარკოტიკი არა ალკოგოლი არა სიგარეტისადმი მძიმე დამოკიდებულება ესე იგი თავისთავად აბსოლუტურად ჯანსაღი ცხოვრების წესი თავისთავად არის ჩამოყალიბებული ამას რელიგიაც თხოვს მათ და აი როცა ვიყავით ჩვენი მეცნიერთა კონგრესის წევრები ხედავდით რომ აი ქუჩაში დადის ჯანსაღი ხალხი აი რაღაც სიცილია განწყობა ესე იგი ინსტიტუტებში მივედი სწავლის სხვა ხარისხია სხვა რაღაცები ვნახეთ და ჩვენ ჩავიკეთეთ ქვეყანაში და ვლაპარაკობთ იმაზე რომ ჩვენთან ყველაფერი შენდება ყველგანები ყველაფერი ინგრევა ჩვენ თუ სადმე ოდნავ რამე კარგია სხვაგან ყველაფერს უნდა ხელი მოვკიდოთ და გავითვალისწინოთ და ვნახოთ მე იმასაც კი ვთვლი რომ ვთქვათ აი რაც შეგვიძლია ყველა უნდა შევძლოთ გარეთ წავიდეთ და ხელისუფლება უნდა კრებდეს და უნდა კრებდეთ ყველაფერი იმას რაც კარგია გადმოსატანია ქვეყანაში სუპერმარკეტი ვლადიკავკაზში ჯერ ძალიან მინდა რომ თქვენი და ბევრი ვინმეს მონაწილეობით ივლისში რაღაც ისეთ მოგზაურობა გავაკეთოთ ჯერ დიდი წმინდა ადგილებია და ამის მონახულება და მეორე მართლა შევხედოთ ამას რეალურად და სიყალბეში ნუ ვიცხოვრებთ სიცრუეში ნუ ვიცხოვრებთ რომ ნახოთ აი როგორ არის მე ვნახე ვებერთელა სუპერმარკეტი კი არ არის თელი ვებერთელა შენობა რომელშიც პირველ სართულზე სუპერმარკეტი მეორე სართულზე რესტორანი და ზემოთ და კიდე გვერდებზე და ყველგან არის წარმოება ეს პროდუქტი იწარმოება ყველაფერი და ამას უყურებ და თვითონ როცა ყიდულობ პროდუქტს შეგიძლია რომ იქვე შეამოწმო რაც აწერია მას შეესაბამება თუ არა კი არ მშურს მიხარია ეს რო არის მაშინებს ის რომ თუ ჩვენ კავკასიაში ერთი განწყობა არ გვექნა იმის თაობაზე რომ ვთქვათ ნარკოტიკების წინააღმდეგ უმძიმესი ბრძოლა თუ არ იქნა ქვეყანაში ამ ლოთობის წინააღმდეგ უმძიმესი პროსტიტუციის წინააღმდეგ უმძიმესი ბრძოლა თუ არ იქნა და ბიოპროდუქტებისათვის ბიორაციონალური პროდუქტებისათვის დიდი ბრძოლა თუ არ იქნა ქვეყანაში ჩვენ შეიძლება რომ პრაქტიკულად წაქცეული ქვეყანა აღმოჩნდეთ რა იგივე უცხოელებმა ხო გააკეთეს დასკვნა ბატონ თენგიზ რომ საქართველოში მიწა წყალი ჰაერი სითბო
ადამიანური რესურსები, ბუნებრივი რესურსები, ინტელექტუალური რესურსები და გეოგრაფიული რესურსი, ეს 8 რამ არის ისეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ორ სახელმწიფოს გააჩნია. რომ ხო დასკვნა არის ასეთი, რომ თუ ჩვენ საქართველოში მოწეულ პროდუქტს მივიღებთ და ეს პროდუქტი იქნება ორგანული მიმართულებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ინტელექტით მსოფლიოში ვიქნებით სრულიად სხვა. ეს არის საქართველოს სულიერი მისია. ამას ნიშნავს, იმიტომ ვარ ჩვენ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, უფლის ქვეყანა, იმიტომ ვარ კავკასიაში ვიმეორებ. თუ ხალხი ღვინოს არსვამს, ალკოგოლს, იმას არიღებს, ნარკოტიკს არიღებს, აგერ დაღესტანი გინდა, ესე იგი, ინგუშეთი გინდა, ჩეჩნეთი გინდა, არაფერს არ ეკარებიან. ყველაზე დიდი პოლიტიკა არის ჯანსაღი ქვეყანა, ბედნიერებით სავსე ქვეყანა, ჯანსაღი ადამიანი, არა ფულზე ორიენტირებული, არამედ ნიჭზე ორიენტირებული. ჩემი უმორჩილესი თხოვნა, რომ აი ეს წიგნი სამედიცინო ინსტიტუტში სახელმძღვანელოდ შეიტანო, თარგმნდა შეიტანო. ეს არის მაკალაუსის ექიმი, რომელიც არის უნიკალური ელიტა და მათი მე გამოცემული ეს წიგნი, ეს არის ჩვენი ქართველებისთვის, რომ მითოლოგიას და რაღაც უაზრო იმებს აგავს. ერევნის პოლიტიკური სამიტი ევროკავშირის მთელი ხელმძღვანელობის ლიდერების და ასევე 50-მდე ქვეყნის ხელმძღვანელები ეს პლატფორმა შეიქმნა 22 წელს და მას ეძახიან ანტიპუტინს კანადის პრემიერის, კანადის ლიდერის შასვლამ და შეერთებამ გახადა ეს სამიტი ანტი-ტრამპიც. ტრამპის ხელისუფლება პრაქტიკულად ჩაეხსნა რუსეთ-უკრაინის დარეგულირების საკითხს, ვინაიდან ვერანაირად ხელშესახები შედეგი ვერ დადო უიტკოფის და კუშნერის მუდმივმა სიარულმა მოსკოვში, რომ თავიდანვე კატეგორიული წინააღმდეგობა გამოთქვა და გამოხატა მოსკოვმა ევროპის მიმართ, რომ ევროპა არ უნდა ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში, ვინაიდან ევროპა არის უკრაინის მხარეს. კონფლიქტის დამთავრებად კი პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინამ ჯარები უნდა გაიყვანოს თავის ტერიტორიიდან. უკრაინა, რა თქმა უნდა, ამას არ იზიარებს. აი ასეთ ვითარებაში ერევანში, რომელიც თავის უკანა ეზოდ მიაჩნდა, ერევანი ნელ-ნელა ჭრის იმ კავშირებს, რომელიცაც აკავშირებს მოსკოვთან. აი ამ სამიტის თავარ როლში იყო ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი. საქართველოს შეუერთდა ამ ანტი-პუტინ სამიტს ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდა ამ სამიტში, თუმცა მას ევროლიდერებთან ორმხრივი რამე შეხვედრები არ ქონია. შეხვედრა მან გამართა უკრაინის პრეზიდენტთან ზელენსკისთან, უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნით. თავარი საკითხი, მეორე საკითხი იყო აი ეს სანქციების გვერდის ავლით ტვიტების მიწოდება რუსეთისთვის. მეორე თავარი პოლიტიკური საკითხი იყო უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ისინი თვლიან, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და შესაბამისად ითხოვენ, რომ გადაეცეს უკრაინას. უკვე განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ის შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა პოჭორიშვილს. სამიტს კანადის პრემიერთან ერთად შეუერთდა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი, რაც თავისთავად მიანიშნებს, რომ თურქეთიც აღიარებს ევროპის გაძლიერებას, ევროპის უკვე ერთიანი დიდი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას. აი აქ თამაშობს მთავარ როლს უკრაინა. ევროპამ ოფიციალურად მიიწვია უკრაინას დიდი ევროპული უსაფრთხოების სისტემის ნაწილად. თავისი თითქმის მილიონიანი გაწვრთნილი ჯარით, აი ასეთ ვითარებაში ერევანს დაემუქრა პუტინი. მაგრამ რავე განსაკუთრებული ეფექტი უკვე
ამ სიტყვებს არ ქონია 9 მაისი და აღლუმი სამხედრო პარადი თუ შარშან ჯერ კიდევ 27 ქვეყნის ლიდერი იყო ჩასული, მათ შორის ინდოეთის, ჩინეთის, ჩილო-კორეის და სომხეთის, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და შუა აზიის ქვეყნები. წელს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი როგორც ასე იყო მხოლოდ ფიცო, სლოვაკეთის პრეზიდენტი. ის იყო ერევნის სამიტზე, შეხვდა ზელენსკის და ამის შემდეგ ის გაემგზავრა რუსეთში, მაგრამ არ მივიდა სამხედრო პარადი. რომ ფიცომ გადასცა პუტინს, რომ მე ვესაუბრე ზელენსკის და ის მზად არის თქვენ შეხვდეთ. ამას მოყვა პუტინის საოცარი მეტამორფოზა, მან ასეთი რამ თქვა, მზად ვარ, რომ ეს კონფლიქტი დავამთავროთ, პირველად მოვისმინეთ თან რაღაც განსაკუთრებული პირობების გარეშე, გასპარდინ ზელენსკის შეუძლია ჩამოვიდეს მოსკოვშიო. კლოუნს ეძახდა ზელენსკის, ამჯერად უწოდებს გასპარდინს. პუტინი ეძებს გზებს უკრაინის პრეზიდენტად პირდაპირ შესახვედრად. როგორც ჩანს, ამერიკა ჩაეხსნა ამ უკრაინულ რუსულ და რეგულირებას, ასე ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სწორედ ირანში სიტუაციის გაჭედვით. ტრამპს ახლა სერიოზული პრობლემები აქვს თავად თავის ქვეყანაში. ტრამპს სულ 2 დღეში ელოდება ვიზიტი პეკინში. მაგრამ ტრამპი ახლა მიემგზავრება პეკინში საკმაოდ უღიმღამო პორტფელით. უკრაინამ უკან დაახევინა 113 კილომეტრით რუსის ჯარს. პუტინი ითხოვს შეხვედრას, მათ შორის ყველაზე გასაკვირი რაც იყო, პუტინმა ახსენა შეხვედრა მესამე ქვეყანაში. ანუ თუ გასპარდინ ზელენსკი პუტინის სიტყვებით რო ვთქვათ, არ თამხდება მოსკოვში ჩასვლას და გასაგებია რომ ის ამას არ დათანხმდება, მაშინ ის მზად არის რომ შეათანხმოს მესამე ქვეყანა და აქ კიდევ ერთი საგვირველება მზად არის ამაში ჩართოს ევროპა და მან დაასახელა საკონტაქტო პირისკი გერხარდ შოდერი, ყოფილი კანცლერი, თუმცა ვინც ევროპას უნდა ვიზედაც შეთანხმდებიან, მე მზად ვარ ვითანამშრომლო. ეს არის სრულიად მოულოდნელი შემოტრიალება. ევროპა ფაქტიურად ხდება მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების ცენტრი ამერიკის გარეშე. ევროკავშირმა ერევნის სამიტის შემდეგ თავის ევროპარლამენტის რეზოლუციაში ძალიან მძიმე რაღაცები ჩაწერა ისე საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ არაფერი არ იცვლება სიკეთისკენ და იქ პირდაპირ მოხდა უკვე პერსონალურად ბიზინა ივანიშვილის გვარი, მისი ოჯახის დასანქცირების საკითხი და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უნგრეთი აღარ გააგრძელებს იმ პრაქტიკას, როდესაც ის ვეტოს ადებდა საერთო ევროპულ გადაწყვეტილებებს, ემუქრება სერიოზული საფრთხე, უკვე ძალიან რეალური. და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოშიც რუსეთთან ერთად გაჩნდა ეს შიშები, რომ თუ ეს რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით საქართველოს მაღალი ჩინოვნიკების და თავად ბიზინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ სანქციების დაწესებას ეხებოდა, ეს უკვე აღსრულებისთვის გადაეცა ევროკომისიას. თუ არაფერს აცვლის საქართველოს ხელისუფლება, თუ ეს დრაკონული კანონები ისევ ძალაშია, მაშინ ეს სანქციები სრულიად რეალურია. საქართველოს ესე წარმოუდგენელი იყო, ხო? გადადგა ნაბიჯი, მე ვიტყოდი თვითდაზიანების, ვინაიდან მან დააპატიმრა მაღალი რანგის ჩვენი სახელოვანი ჭყალებში სადისტის სპეცრაზმელები. ჯამში სულ 5 სპეცრაზმელი არის დაპატიმრებული. აღიარეს ამ სპეცრაზმელებმა აღიარეს თურმე ეს დანაშაული. და მაგრამ თან გვეუბნებიან რომ ეს იყო
გადაცილება ხელისუფლების. თუ უდანაშაულო კაცს უთყავ, თუ უდანაშაულო კაცს არა ადამიანად ეპყრობი, ეს არის წამება. ეს წერია კონვენციის, ევროკონვენციის მესამე მუხში და აქაც კვალიფიკაცია არის არასწორი, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი, რომ მათ მესნაზელების თავისი ხალხის დაჭერა დაიწყეს, ანგრევს უკვე ამ ხელისუფლებას. ანგრევს მათი უტყევობის, მონოლითურობის, რაღაც უძლეველობის მით. ესეც კეთდება, იმიტომ რომ როგორმე ევროპაში გაჭრან მოლაპარაკების გზები. ახლა ევროპა გადაიქცა ყველაზე მიმზიდველ ხიდად. რამდენად გამოვა ეს ქართულ ხელისუფლებას ამ პირობებში, რა პირობებში სიმონატივებენ? ამას ჩვენ კიდევ ნახავთ. არც ერთ ქვეყანაში პატრიარქს არ აქვს ისეთი სოციალური სტატუსი, როგორც აქვს საქართველოში, ხო? ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში არ აგვირჩევია პატრიარქი არასოდეს და ჩვენთვისაც შეახლე იყო. ახლა დასამალი არც ისაა, რომ კომუნისტები ღიად ერეოდნენ ეკლესიის საქმეებში. მათ შორის პატრიარქების არჩევაშიც. დაგვიმართლა, რომ პატრიარქად ილია მეორე იქნა არჩეული. პატრიარქად და რომელსაც აღორძინა საქართველოში არა მარტო წმენა, არამედ ეკლესიას მშენებლობა, ქართული ქრისტიანიზმი. მან მოუპოვა ქართულ ეკლესიას ნამდვილი ავტოკეფალია. ნებრივია წარმატება მინდა უსურო ახალ პატრიარქს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ საეკლესიო გახერხილებას არ ეხნას ადგილი. ის ნაგლოვანი მხარეები თქვათ, რაც ეკლესიას აქ ახლა მოდი ნუ დახუჭავთ ამაზე თვალებს, უნდა გამოსწორდეს. ქართველობა და ქრისტიანობა აღარ განიყოფოდა ერთმანეთს. რო იტყოდა ქრისტიანი, ესე ქართველი ქრისტიანი. ეს საოცარი ის მოხდა, რა ქვია, სინთეზი, რაც არც ხალხში მე არ მინახავს. მისვა უწვიდესობამ ილია მეორემ შექმნა მთელი ეპოქა ფაქტობრივად ეკლესიის და მეცნიერების ურთიერთობის. ახლა მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ვერც ეკლესია გამithარდება უკვე და ვერც თავისთავად სახელმწიფო, ხო? იმიტომ მეცნიერებისა და თქვათ რელიგიის გარკვეული სინთეზი, რადგანაც ილია ჭავჭავაძემ გამახვილა ყურადღება სხვადასხვა, როცა ასაფლავებდა გაბრიელ ეპისკოპოსს. ის მეცნიერებას ასარწმუნებდაო და სარწმუნოებას ამეცნიერებდაო. გენიალური ნათქვამია, ხო? აი ეს სინთეზი უნდა გაგრძელდეს. ის წვივალე სიტყვები ილია მართლის, ხო ფაქტობრივად, აი იმას რო დავეყრდნოთ, ხო, იმიტომ რომ ეს ცოდნა არის. პატრიარქი შიო მესამე მიუხედავად იმისა, რომ ეხლა არის არჩეული, ფაქტობრივად 2017 წლიდან ის გამოცდილება ფაქტობრივად თანამონაწილე იყო ეკლესიის მართვის პროცესში. მე ვფიქრობ, რომ პატრიარქ შიო მესამეს ეხლა გააჩნია რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობა, რომ განამტკიცოს თავისი ლეგიტიმაციის ხარისხი, კიდევ უფრო განამტკიცოს ესე ამ სამშვიდობო ინიციატივებით რა. მის სხვადასხვა გამოსვლებში და ქადაგებებში არაერთხელ მომისმენა მე ტერმინი საეკლესიო დიპლომატია. როგორი გვინდა რომ იყოს რა ჩვენი ახალი პატრიარქი? მე ვფიქრობ, რომ მან გარშემო უნდა შემოეკრიბოს გარკვეული რაღაცა მრჩეველთა საბჭო, როგორც საეკლესიო, ისევე საერო საბჭო უნდა შექმნას, სადაც სამოქალაქო პირები შევლენ და ნებისმიერი საკითხი ეხება ეკლესიას თუ საქვეყნო საკითხებს, ერთად უნდა მოხდეს ამისი განხილვა. მეცნიერების და იგივე დიპლომატია ესეცაა ზუსტად, რომ რა ქვია, ყველას უნდა მოусმინო და მე შეიძლება პატრიარქმა თვითონ გადაწყვიტოს ეს. ხალხისა და ხმაერისა, რომ ითქვიან, როგორც თავრობა უნდა შეისმინოს, ასევე პატრიარქმაც. და მან უნდა ითავოს გარკვეულწილად აი ამ შუამავლის როლი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გარკვეულწილად, რატომ მან უნდა შეძლოს ორივეს დარწმუნება, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის რა არის საჭირო. ყველას პატრიარქი. პრეზიდენტი უნდა იყოს ყველას პრეზიდენტი და არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის. რა თქმა უნდა. პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ყველას პრემიერ-მინისტრი და არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის და ასევე იგივე შეიძლება მით უმეტეს პარლამენტის თავმჯდომარეს. ეკლესიის აი ასეთ გვერდში დგომა, თქვათ, გაჭირებულებისადმი, დავრდობილებისადმი, თქვათ, თუნდაც მეცნიერებისა, ყველა ფენისადმი. აქ უდიდესი აღდგენილობითი მნიშვნელობას და მორალური მნიშვნელობა. ლეგიტიმაციის ხარისხი პირდაპირ კავშირში არის. რამდენი განსხვავებული აზრი არსებობს. პარლამენტი იქნება ეს, ვინც და საბჭო ეგრეთ წოდებული თუ ვთქვათ, სხვა სტრუქტურები თუ სინოდი, ხო?
რაც უფრო განსხვავებული მეტი აზრი არსებობს, მით უფრო დიდარია ეს სისტემა. მაგრამ მით უფრო რთული არის მისი მართვა, ხო? ამიტომ ლეგიტიმაციის ხარისხი ამაზეა დამოკიდებული. ზოგი პრიმიტიული პოლიტიკოსი თვლის, რომ ესე იგი თუ არ იქნებიან სხვები, ხო, მისი ძალაუფლება გაძლიერდება და გაათმაგდება. ესე არ არის. მასე აზროვნებდნენ ერთუჯრედიანი ბოლშევიკები. ერთ-ერთი უნიშნულოვანი სტრატეგიული ხასიათის ამოცანა, ხო, ეს არის ესე იგი იმ ისტორიული დანაკარგის განხილვა, რაც საქართველოს პოლიტიკურმა კულტურამ მიიღო, ესე იგი მონარქიის ინსტიტუტის განადგურებით. ორი სვეტი რა, ორსვეტიანობა, ესე იგი სვეტი პირველი ეს არის ფაქტობრივად ეკლესია, სვეტი მეორე ეს არის ფაქტობრივად სამეფო. ესე იგი სხვა არის ახლა რა ფორმით და როგორ, ესე იგი ეს უკვე ალბათ პოლიტიკის მეცნიერება და მეცნიერების როლიც არის ხო ამ შემთხვევაში, რომ ლამაზად იყოს ეს პროცესი წარმართული. წმინდესობის ილია მეორის იმ ტრილოგიის იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ხო, უფალი სამშობლო ადამიანი. მესამე სვეტით შეგვიძლია დავუმატოთ, ხო, ახლა მონარქია მაინც ესე იგი სამშობლოსთან ასოცირებული სვეტია პირველ რიგში, ხო, იმიტომ რომ ინსტიტუცია არის სახელმწიფოს ფაქტობრივად მართვის და სახელმწიფოს უშუალოდ კეთილდღეობის. პოლიტიკური მეცნიერება და მორალი ერთად, ხო? ეს არ არის შემთხვევითობა. ეს მორალური პატიოსნება შინაგანი, რომ იგივე თქვა, რაც ქრისტიანობის ამ თავარი დოგმატებია, ხო? თქვა, ის ათეისტების სახით და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მეცნიერებაში ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკა სტერეოტიპი არსებობს, რომ პოლიტიკა თავის შინაარსში არის ამორალური. როცა პოლიტიკას მოწყვეტს მორალი. ფაქტობრივად, ხო? პოლიტიკა დაუკავშირდა რა, ხალხი არ ითხოვს ფათოშოვის. ამორჩეველი არ ითხოვს, რომ პარლამენტარი იყოს პატიოსანი წესიერი. ჩვენი ხალხი ამ კუთხით მოიგოჭრებს საკუთარი თავის მიმართ არის ძალიან ნაკლებ მომთხოვნი. როდესაც კონფრონტაციაში არის მორალი და სამართალი, ბატონო, ესე იგი იჩაგრება ეს ფაქტობრივად ძალიან მძიმე კრიზისში გადავდივართ, ხო? ეს კონფლიქტი, ეს კრიზისი გეოპოლიტიკური ხასიათის, რომელიც აღარ არის მხოლოდ ესე იგი პრიმიტიულად დაკავშირებული, ესე ვთქვათ, რუსეთსა და დასავლეთ შორის არჩევანზე, იმიტომ რომ სხვა გეოპოლიტიკური აქტორებიც გაჩნდნენ, ხო? ბოლო რაღაცა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ესეთი ძალა დაუშვათ თურქეთს, ირანს, ჩინეთს და სხვა აქტორებს კავკასიის რეგიონში არ ქონიათ როგორც ახლა, ხო? ეკონომიკური, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ზეგავლენების მექანიზმების მხრივ. აი ამის თაობაზე რა სიტყვით და აი ამ კრიზისიდან როგორ უნდა გამოვიდეთ? 2050 წელს სოფლიოში იქნება 5 დიდი სახელმწიფო. პირველ ადგილზე იქნება ჩინეთი, მეორეზე ინდოეთი, მესამეზე ამერიკა, აბა გამოიცალი მეოთხე და მეხუთე. ინდონეზია, ნიგერია და ინდონეზია. აი ეს 5 ძლიერი ქვეყანა იქნება სოფლიოში. აი ამ კრიზისმა თქვა, უკრაინის კრიზისიდან დაწყებული თქვა და ირანის იმით გაგრძელებით რომელიღა მიმდინარე კრიზისმა ძალიან ბევრი რაღაცას მოფინა ნათელი. პირველი ის რომ ახალი ამბიციების მქონე ერები გაჩნდნენ რა. იგივე ინდოეთმა აგერ თვარეზე ის დასვა რა ქვია კოსმოსური ხომალდი. ინდოეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე კომპიუტერული და ეს ტექნოლოგიური მიმართულება ძალიან სერიოზული. ანუ ტრადიციული გაგება რომ ამერიკა პირველია და მუდმივად ასე იქნება და რაღაცა შეირყა ეს წარმოდგენა. ჩვენ ბევრი რაღაცის გადაფურცვლა მოგვიწევს და გადახედვა. მერტმა მოგცა გეოპოლიტიკური გენიალური ადგილი, რომლის გამოყენება შეიძლება ძალიან ჭკვიანო და ჩვენ გვაქვს ასეთი რა თქვა, რომელიც ნიკო ნიკოლაძის აღმოჩენილი გეოპოლიტიკური ფუნქცია, ხო? ევროპისა და აზიის დაკავშირება, ვაჭრობის და ყველანაირ ტექნოლოგიების და ასე შემდეგ საქართველოს გავლით, რა ქვია. მაგრამ ამას უნდა გამოყენება. საქართველოში უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ხალხი, ვინც ამის გამოყენების უნარებით არის აღჭურვილი. განერი შეახლო პოზიციიდან ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ მივესალმებით ახალგაზრდა თაობის ვატოვებაში მოსვლას მორალურ პოლიტიკაში. არ შეიძლება ის რაც ბიძინამ გააკეთა ბაჩიაშვილთან უკანონოდ სადღაც მოატაცია კაცი მოიყვანა თავის სასამართლოს მიასჯებინა 11 წელი
მე წაართვა ის რაც უნდა წაერთვა და ყველანაირი გამართლების და ახსნა განმარტების გარეშე ეს კაცი მეორე დღეს გაუშვა. ესე იგი, ამით გვითხრა რომ სახელმწიფო მე ვარო და ამას უყურებს ხალხი და ის ვინც მისი მომხრეა პირიქით ტაშს უკრავს. ამის მოსმენაც კი იმისთვის მე ვარ მტერი. აი ასეთი საზოგადოება ჩამოგიყალიბდა. ეს როგორ მოვატრიალოთ? აი მე ერთი გზა მიმაჩნია რომ რაც შეიძლება მეტი ვილაპარაკოთ ამაზე ამ ტრიბუნიდან, ყველა ტრიბუნიდან საიდანაც შეგვეძლება. ვიცით რომ ამ ქვეყანაში 800.000-მდე არის სიღარიბის ღვარს ქვემოთ. კი. როგორ აყავთ ხალხი დაჭერილი, მე მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო. სადგურის მოედანზე რო გადაბრძანდებით, აი ახლა თქო მეორე ხაზიდან პირველ ხაზამდე შუაში ღერძულა ხაზად ამუშავებენ ადამიანებს. ძირითადად მოხუცები არიან სულ იქ. იმიტომ რომ 350 ლარი მოგეხსენებათ, არაფერში არ ეყოფა ადამიანი. ხორცს ჩვენ ვერ ვიპოვეთ ის მაღაზი 10 ლარი რო არის სადღაც ხორცი, მაგრამ ალბათ მათ იციან. და აი ესეთ უტილიტარულ მდგომარეობაში ყავთ ხალხი ჩაყენებული, რომ ხმას ამოიღებ სოციალურს მოგიხსნე, ხმას ამოიღებ იქიდან გაგაგდებ, ხმას ამოიღებ შიეს დაგტოვებ. და ეს ადამიანები ახლა ხვდებით ხო, არ ძალუძს. წინავ შემთხვევაში მე პასუხები არ ამაქვს. აი 1.5 მილიონი ადამიანს, ჩვენ ვიცით რომ 1.5 მილიონი ადამიანი არის ემიგრანტი და არის წასული. ხმა წაართვეს. სად არის ის საზოგადოება, რომელსაც შვილები ყავთ აქ, ნათესავები ყავს, სად არის, რატო არ ამოიღეს ხმა? ესე იგი, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს ხალხი აშენებს მონათმფლობელურ ქვეყანას? ტოტალიტარულს, დიახ. ჩვენ ხო გვყავს ინტელიგენცია. აი როგორ ფიქრობთ, ინტელიგენციის რა ნაწილი უჭერს მხარს ამათ და რა დონის ინტელიგენტები არიან? ინტელიგენტი, აი იყო ერთი ძალიან დიდი კულტუროლოგი, თქვენ ჩემი აზრით გეცოთ ლოტმანი, სოციოლოგი და ის ამბობდა, ვინ არის ინტელიგენტი? ინტელიგენტია ადამიანი, რომელსაც მიმღებლობა და უხარია სიახლეები და ჰარმონიაში მოდის ყველა სეგმენტთან. ჩვენთან პრეზიდენტის პოსტი გახდა მხოლოდ საგარეო მიმართულებით, იმიტომ რომ საშინაო მთელი თუ რამე ქონდა უფლებამოსილებები 2012 წლის შემდეგ ეს ჩამოეხსნა, გადავიდა პრეზიდენტზე, იმაზე პრემიერ-მინისტრად. მანამდე პრეზიდენტ შეეძლო დაეშალა ისა ქვია, ანუ გაეშვა პარლამენტი, მოეხსნა მთელი მინისტრთა კაბინეტი და მთელი ამბები. დაებლოკა კანონი. დიახ. აი ხა წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ ის ადამიანი, რომელიც შიგნით არაფერი უფლებები არ აქვს და მხოლოდ სახე არის გარეთ, რომ ამ ქვეყნის სახე უნდა იყოს და ვინ აბყავს. მართლაც უდიპლომო ადამიანი ყველანაირი აი განათლების და კულტურის გარეშე დაგვისვა პრეზიდენტად. ის ვინც სახე უნდა იყოს, ვინაც ჩვენ უნდა განგვადიდოს და წარმოგვადგინოს სოფლიოში არის აი ყველაზე გაუნახლებელი ადამიანი. დავთხოვდებით, კაცო, აი ასეთი შეურაცხყოფებს გვაყენებენ, ხო? წელიწად ნახევარზე მეტია იქ ვდგავარ და რას მოვითხოვ? მოვითხოვ მე ჩემს მნიშვნელობა არა, ვინ იქნება იქ? ქვეყანა მიაროს ცივილური ქვეყნებისკენ, ცივილური ერთობისკენ. იქ სადაც ადამიანია დაფასებული და მასზეა ყველაფერი მორგებული. ჩვენ ვართ მეცნიერთა კონგრესი. ჩვენ გვაქვს დაწერილი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელიც შედგება 12 პუნქტისაგან. სხვათა შორის იქ პირდაპირ გვიწერია მე-9 პუნქტია და ალბათ გადმოვიტანთ იმას პირველ-მეორე ადგილზე. ნეპოტიზმი და კორუფცია გაუტოლდეს სამშობლოს ღალატს. შემოღებული იქნას მუხლის სამშობლოს ღალატის შესახებ არა გვაქვს ეს. შემოღებული იქნას რეფერენდუმის კანონი. რეფერენდუმი ჩვენ არა გვაქვს უფლება, რო არ მოგვეწონება რაღაც კანონი, იმის გაუქმების უფლება აგვიგზავნა, კაცო. აი რო წერს მწერალი, პოეტი, სცენარისტი, დაწერე ის რაც აი ამ თემანდელ ყოფას აღწერს სწორად და საზოგადოებას მიეცი საშუალება სწორად გაიგოს თუ რა ხდება, ბევრს ეს არ ესმის, ბევრს გონია რომ ეს ასე უნდა იყოს, განსაკუთრებული ზომები უნდა მივიღოთ. მე ერთ-ერთ ზომად მიმაჩნია ის, რომ აი გავაკეთოთ გარკვეული აგიტაცია და ამის შემდეგ
ჩამოვაყალიბოთ მოკლედ წინადადებები და შევაგროვოთ ხელმოწერები, რომ აი ნეპოტიზმი და კორუფცია გაუტოლდეს სამშობლოს ღალატს და ეს დანაშაული შერაცხულ იქნას, არ ვიცი ახლა ეს 7 იქნება თუ 5, მაგრამ რაღაც რაოდენობას შთამომავლობაში. აი რაღაც ასეთი რადიკალური თუ არ გავაკეთეთ და საერთო სახალხო მოძრაობა არ შევქმნით, ამათ ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. მე თანახმაო, უბრალოდ ესენი არ წამოვლენ, ჩვენ მოვითხოვეთ ხელშეკრულება, როცა მიწები გაყიდეს, გაასაიდუმლო ეს, ან ყოველთვის ისეთ რაღაც აკეთებენ, რომ თუ არა ძალით, ხო, ისე კანონით არაფერს არ თმობენ. ხო, არ თმობენ. უსურვებ ჩემ ქვეყანას, ჩემ ხალხს, ერთი მუჭა ხალხი ვართ, რომ მეტი გული ქონოდეს. მეტი ურთიერთგაგება ქონოდეს და სხვისი ჭირი არ იყოს ხობის ჭხირი და იუშენის დაავადებული ბავშვებზე. მე ძალიან გული მწყდება, რომ ხალხმა ეს სათანადოდ არ გამოდიან და კიდევ იმ პროპაგანდამ აუბნიათ თავი, რომ თურმე ეხა გუშინ წინ ინგლისმაც კი მიიღო ეს წამალი და ესენი ამათ ვიღაცეების ჯერა, რომელიც ეუბნებიან, რომ ჯერ 3 წლით 3 წლით კი არა, 3 დღე რო გაუხანძლიოს, ხო, დედისთვის ეს საუკუნეა და მე ვისურვებდი ერთ რამეს ბატონო ვახში, რომ ჩემი ქვეყანა ეს ბედკრული, აი 1000 ჭირ გამოვლილი ქვეყანა დადგეს ფეხზე და იყოს ზუსტად იმ დასავლური და იმ გონიერი ხალხის ნაწილი. ეს არ მოხდება თუ ჩვენ არ ვიბრძოლეთ. საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიდის ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა, ესე იგი აქტუალურია ზოგადად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბედი და მოგესალმებათ, რადგანაც ზოგიერთს არ ახსოვს, რომ 1932 წლიდან სოხუმში შეიქმნა გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და რომელიც 1979 წელს გადაკეთდა გაიხსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც იყო საქართველოში მეორე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ და ამიერკავკასიაში მეოთხე. ამ უნივერსიტეტს უკანონოდ უწოდეს 79 წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც არსებობდა უკვე ყველა სპეციალობა, კლასიკური მათემატიკა, ფიზიკა, სამართალმცოდნეობა, ესე იგი ეკონომიკა და ასე შემდეგ და ცნობილი მოვლენების შემდეგ 1989 წლის ფაქტურად 14 მაისს, აი დღეს იუბილეა არის, ფაქტურად თბილისის შეიქმნა თბილისის ივანი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. შემდეგ ესე იგი უკვე რუსეთ-საქართველოს ომი იყო აფხაზეთის ტერიტორია და რუსეთის რეგულარულ ჯარებმა და ასევე დაქირავებულმა ჩრდილოეთ კავკასიაში მეშვეობით გამოდევნილი იქნა 300,000 აფხაზეთის მკვიდრი, მათ შორის 200 თითქმის 80-მდე ქართული რომლების და უკვე თბილისში ჩვენ გვახსოვს, როცა ჩვენ შევძელით მოასწარეთ ნაწილმა ხარიძღა მოგესალმებათ მაშინ დაპირისპირება იყო ესე იგი ხარიძგაზე მოასწარით და თბილისში აღმოჩნდით რამოდენიმე ესე იგი წევრი თანამშრომელი სოხუმის ფილიალისა, ანუ ფაქტურად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბუნებრივია მაშინ უკვე თბილისში ხელისუფლებაში ბრძანდებოდა იყო ბატონი ედვარდ შევარდნაძე, რომელიც იყო პოლიტიკოსი, ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ პოლიტიკოსი იყო და მასაც არ უნდოდა რომ თბილისში ყოფილიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ეს ხალხი დევნილი თავის პრობლემით და შემდეგ და ამიტომ ბატონ თამაზ ყვაჭანტირაძე, მაშინ ბატონ თამაზი ჩვენ გვირჩევდა და ჯობია რომ თქვენ ესე იგი ახლოს იყოთ, ანუ ზუგდიდში იყო სოხუმის ფილიალი. უკვე ზუგდიდში არსებობდა
ივანი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი. შესაბამისად, ზუგდიდში იარსებებდა თუ ჩვენ წავიდოდით სოხუმის ფილიალი და ზუგდიდის ფილიალი და ბუნებრივია ერთ წელიწადში მაქსიმუმ მოხდებოდა შერწყმა, დარჩებოდა სახელი ზუგდიდის ფილიალი და გაქრებოდა სოხუმის ფილიალი, შესაბამისად პრობლემა არ ექნებოდა. მაგრამ მაშინ იმ ფაქტორმა, რომ ბატონი პროფესორი ოთარ ჟორდანია იყო დიდებულ ურთიერთობაში იმ დროისთვის უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს როინ მეტრებელთან და ასევე დაუშვათ გარკვეულწილად ბატონი ედვარდიც იცნობდა ოთარ ჟორდანიას და საბედნიეროდ ბატონი ოთარ ჟორდანიას დაჟინებული მოთხოვნით, ასევე ჩვენ კოლექტივის ნაწილი გადაწყდა, რომ ივანი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი ესე იგი დაარსებულიყო დევნილობაში თბილისში. სოხუმის ფილიალს თბილისში, როგორც აღნიშნე, არ გააჩნდა მატერიალური ტექნიკური ბაზა, ხოლო პროფესორ მასწავლებლების ნაწილი უფრო უმრავლესობა დევნილობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იყო მიმოფანტული. პროფესორ ოთარ ჟორდანიას მიზანმიმართული სტრატეგიისა და ეფექტიანი ხელმძღვანელობის შედეგად 2005 წლისათვის, ანუ 12 წლის თავზე, სასწავლებელი იქცა საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ აკადემიურ ცენტრად. როცა მოვიდა 2004 წელს აკრედიტაცია უნივერსიტეტების და ინსტიტუტების, ამ აკრედიტაციამ ძალიან მაღალი შეფასება მისცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. 2005 წელს გადაწყვიტა ბატონ მიხეილ სააკაშვილმა, რომ ყველა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფილიალში, სოხუმის ფილიალში, რეალურად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალციხე, ზუგდიდი, სხვა შემდეგ, ყველგან უნდა იყოსო შეცვლილი ხელმძღვანელი. მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმდროინდელმა რექტორმა, პროფესორმა რუსუდან ლორდქიფანიძემ, ესე იგი, ფაქტურად ძალით მოხსნა ბატონი ოთარი, 12 წლის განმავლობაში ნულიდან უნივერსიტეტი რომ გაიყვანა უმაღლეს დონეზე, დაახლოებით კლასიკურ უნივერსიტეტებს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ჩვენ ვიყავით სასახად მეორე და დატოვეს უხელფასო და ასე შემდეგ. ეს იყო დანაშაული. ბატონ ოთარ ჟორდანიას სურვილი იყო, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭოს აკადემიკოს ილია ბეკუას სახელი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შეიქმნას აფხაზეთის ცენტრი, როგორც არის აჭარის ცენტრი. ჩვენ ვინც დავრჩით აფხაზეთის მკვიდრი, ვინც შემორჩით ამ მეცნიერებას და განათლებას და ვართ კიდევ ამის ერთგულნი, ვეცდებით ეს გავაკეთოთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად.